Sagayda mamisa da disada da suisa misada gilosa dinobas volas agakharod metvan დღეს არ გიდე მეფე მერიანე დოფანან ასენე ბიზგდა შეგვეძიოს დღეს გიდე სახარებაში მოყვანილო მაგალითი რომ 10 ქალწული იყო და 5 ჭკვიანი იყო და 5 სულელი იყო და მე ნადობა მეც რომ ისეთი თულა რომ არ არის კომისიუცობა საშუალება გაქვთ საეკითხოთ ეს იგავებია ხშირად სახარებაში და რას ნიშნავს ეს 10 ქალწულში რა იგულისხმება ჭკვიანში და რა იგულისხმება სულელში ჭკვიანებში იგულისხმება ეს მონაზვნები და ეს მარტო მონაზვნები კი არა ეს ვინც მაზიარებელი ხალხია ვინც მორწმუნეა რომლებიც მარტო გარეგნულზე ფიქრობენ და ამ დროს მოწმუნეები ვართ 90% და ეს სულელებში იგულისხმება ეს ხალხი ვინც მარტო გარეგნული კიდე რა არის აი მაგალითად მონასტერში რო ვართ გარეგნულია მედავითნიობა გარეგნულია ეს ლოცვები გარეგნული შეიძლება ადამიანს ებიარიცოდეს მედავითნიობა შეიძლება მდელის იყოს მაგრამ იუდას რომ მოციქული იყო მაგრამ ვერ ეშველა და რატო იმიტომ რომ როცა მთავარია მაგალითად გუშინ მოიგო ბევრი იყო და უშუალოდ კვარაცხელიას ეს რა ქვია გუშემადგარი და მოიგო იქ იმ გუნდმა რომელიც სადაც თამაშობს და ახალამდენია გახარებული ან საქართველოს რომ მოიგებს მაგრამ თუ არ მიხდება რომ ეს ფეხბურთში მოგება თუ კიდე თანამდებობა არა მთავარი მაშინ რა ხდება აი ახლა სომხეთის გუნდს რომ მოიგეთ იქ ზოგი არასწორად მოიგეს ამ დროს მოგებული ხარ და არასწორად მოიგეცი მთავარი წააგე ღმერთთან კავშირი ესე იგი ჩვენი მიზანი რა არის ღმერთთან კავშირია და შენ შეიძლება მოგება მეტი დაგაგარგიოს თუ სხვა სეცები შეურაცხყოფით თუ ხშირად ვამბობ რამდენს ვთქვია რომ ეს რაც ფული იშოვაო გამარჯვებას არ მეუნება ვან თანამდებობაზე უდადგავდა რა დაგარგა იმან ადამიანი დაგარგა რა თქინდა ამ ის ავიღოთ ახლა 70% რო დაშორება როცა შენ ვიღაცა გიყვარს და თავარია შენი სულის შესრულება აი ხო ჩან სტატისტიკიდან რომ ახლა ახდება ოჯახების შექმნა მოტაცების ხდება თანხმობით და თუ არ გისურვდება სურვილი სხვადასხვა მოძებნებთან კი უნდა იქნოდა მკითხავებთან და ყველანაირად კი უნდა ეცადო სურვილი შეგისრულდეს მაგალითია ეს ოჯახები რომლებიც დებაღობები დაუჯახდნენ და მერე შორდებიან ამით ისე თქვა მინდა რომ ჭკვიანებში გულისხმება ეს მორწმუნეები და ეს მონაზვნები რომლებიც ხვდებიან იმას რომ ყველაფერში რაც მოდის აი მწუხარებაც კი მიიღონ მადლიერებით და შეიძლება მოყავს მამა ანდრიას მაგალითი შორს ვარ წავიდეთ აგერ არის ჩვენთან ისი საფლავი ერთი წელი სიმსივნე ჰქონდა და ეზიარებოდა კვირაში 2-3 ჯერ კუნალობდა საავტობუსში იწვა და არასდროს არ ვთქვი ახლა ჩვენ ახსენებს ვღებოდით მე და მამაშავა რატოისთვისაც ქვია ხომ კუნალობდა ხო ეზიარებოდა ხო შეიძლება ეკითხა რომ რა ხდება ღმერთო კუნალო ეზიარდო არ მიკურნები მაგრამ თუმცა შენ მოწმუნე ხარ ეს ავტომატური ხარია უნდა გასვდეს ყოველთვის ავტომატამდე რა გაიარა ღმერთმა და შენ თან ეს სიმსივნე დაგემართება თუ ციხეში მოხვდები თუ რაღაც შეურაცხყოფას გაყენებენ თუ არ მიხვდები იმას რომ შენ თანაზიარი ხდები მას ორი ჯვარცმის თუ არ მიხვდები რომ შენ ქრისტიანი თუ ქვია შენც უნდა დაითვინო შეურაცხყოფა კი არ უნდა გაბროდე და ეს მატერიალური რომ მთავარია ისინია ყველა სულელები და ბრიყვები ვისთვისაც მატერიალურია მთავარი და ამის მაგალითია აი გუშინდელი წმინდანების ისა მაგალითი რომ აი გუშინ იყო დავით და ტარიჭანის სცენების დღე იყვნენ ძმები ბავშვები იყვნენ და საკუთარმა ბიძამ მოკლა რატო იმიტომ რომ ესე იგი ამათ მამა გარდაცვლილი ყავდათ და ამ ქონება მიითვისა და იფიქრა რომ ესენი რომ გაიზრდებიანო მე ისევ წამართვებენ ქონებასო და ეს არ იყო ქრისტიანი და შეთავაზა წმენის ბავშვებს წმენის შესვლა მის დასას შეთავაზა მაგრამ უარი მიიღო თავისთვისგან და ბავშვებისგან და ეს დამიხვდა რომ შეიძლება ძმა შეხებოდა ფიზიკურად და წავიდა სხვაგან გადავიდა თავის სახლიდან ნათესავებთან და იქ ესე იგი ამის დავალებით ამ ბიძის ეს ბავშვები მოკლეს გამოიდგინეთ და რომ მოკლეს
ამ ბიძას წაერთვა თვალსინათლე და თვალსინათლე რო წაერთვა მიხვდა რომ იყო არაკაცი და არ იყო მართალი და პატიებად ხო აღმერცა და მივიდა თავის დასთან და თავის და რა თქმა უნდა ხო იყო გამწარებული მაგრამ რა არის მადლი აი ესა იმა ჭკვიანი ქვია ამ ხალხს ახლა ტკივილი ქონდა ხა შვილი მოუკლეს და აპატია ვის ის მაიყო მაგრამ თავის შვილის კვლელებს და ხატო იმიტომ რომ თავაზე ფიქრობდა ღმერთზე და ღმერთზე როცა ფიქრობდა როცა იცი რა მოხდა რას უყურობდა ღვთისმშობელი მასხობის ჩვენსმა წამებას და თვითონ მასხობარი მოსულობდა მათთვის ვინც მაგას შეურაცხყოფდა ვის მაგას აწამებდა ასევე ღვთისმშობელი ხო არ გაბრუნდებულა ლოცულოს მათთვის ტრებისთვისაც და ამიტომ გვიწერია ლოცვა მტრისთვის აი იმათ ქვია ჭკვიანები ვინც ფიქრობს შინაგანის განწმენდაზე თამოყვარეობისა და ამბარდანობის თამოყვარეობიდან მოდის ვეცრის მოყვარეობა თამოყვარეობიდან მოდის შურის სიძულვით და ყოველგვარი ბოროდება ამას თუ მიხვდები მაშინ განიკურნები და შეიძლება მონასტერში იყო და ვერ განიკურნა როგორც ვიუდა ვერ განიკურნა ღმერთთან ყოფნით სიარებით იმიტომ რომ თუ არ მიხვდები რომ რა არის მთავარი ბერობა კარგია მაგრამ თუ მთავარი ბერობა არასწორია მთავარი უნდა იყოს ბერობა რატოს ბერობის სული ცოტა კი არ არის ბერობა რა არის ეს არის განმარტოება ღმერთთან იმისათვის რომ განეწმინდოს შენი გული მაგრამ როცა მთავარია არა ღმერთის სიყვარული აი რამდენს უთქვია აღარ ბერი ვერ წავა მონასტირა მაგრამ აი ჩემი სიყვარულის გამო ვიძარჩა მონასტერში ხო დიხანია ყავს სხვადასხვა და მოზვარება მერცეთი ვერ გაჩერდა მონასტერში ღმერთის სიყვარულის გამო უნდა იყოს ასევე აქ რო ტოვებენ ლოთობას და წამას ვინდოებს ვის ღმერთის სიყვარულის გამო თიზარა და უშად იმიტომ რომ ცოლმაოთა იმიტომ რომ დედამ უთხრა ამიტომ რომ იძულებულია შენ თუ არ მიხვდები რომ იმას რომ შენი ცოდვებით ლოთობა იქნება წამალი გუშობა თუ სხვა თუ სიტყვაობა ხარ მოსმანი მასობის ხეჭი კარი მასობის გვიგვინში ხარ ბრიყვი და სულელი თუ მთავარია მარტო გარეგნული და მატერიალური და შენი სულელების შესრულება და ამიტომ თავდება მამოჩუნო იყავდება შენ და რატო იმიტომ შენ უნდა იცოდე რომ რაც ხდება დედამიწაზე ყველაფერი ხდება შენი სულის საცხოვნად როგორც შობელი ზრუნავს თავის შულზე ზრუნავს ამ დროს მაგის ნაყედი მანქანიდან მოტოციკლის შვილი გვდება და იმ შობელზე მეტად უყვარხარ შენ ღმერთს და თუ ითხოვ და არ გისრულდება უნდა იცოდე რომ ღმერთმა უკეთესი შენი ცოლებისთვის რა არის უკეთესი ღმერთმა მოგცეს მეტი წმენა ჩვენთან არის ღმერთი